რაც შეეხება გადაცემის ამ ნაწილის სტუმრებს, სტუდიაში იმყოფებიან მსახიობები ანრი ბიბინეიშვილი და ნიკოლოზ გაბელია. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოგზაურობთ სტუდიაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, 51 დღე არის პროტესტის და აი 51 დღეს თქვენი გადმოსახედიდან რა პროცესებს უყურებთ, ანრი მოდი თქვენგან დავიწყოთ. 51 დღემდე თქვენს მაყურებელს მინდა მიულოცოს შობა, ძველი და ახალი წელი, შემდეგ კალანდა ქრისტიანი ხალხისთვის მართლმადიდებლისთვის ძველი და ახალი წელი არის განსაკუთრებული. გილოცავთ სრულიად საქართველოს, რაც შეეხება პროტესტის 51 დღეს. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, უფრო და უფრო იმატებს მათში ზიზღი, უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან, ადრე თუ უბრალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყიროდნენ, ახლა უკვე ტელევიზიებიდან გვაფურთხებენ, საჭმელში გვიფურთხებენ, სახლებში გვაკითხავენ, გვანძღავენ. თავიანთ სახეს უბრუნდებიან, რაც არიან რეალურად, ჩემი შეხედულებით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს საქართველოს წინსვლა უნდათ მეეჭვება. იმიტომ რომ ესენი არის ვის ანდრეი, როდესაც საუბარი არის მაგალითად, ნახეთ, რატომ გეკითხებით ამასაც, მოდით ესე განმარტავ. იმის გათვალისწინებით, რომ ანუ საუბარი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც აქციებზე იღებენ მონაწილეობას. ხო, აი, იმიტომ დავაკონკრეტოთ რა. დავაკონკრეტებ აუცილებლად. არ მოყოს ამას გარკვეული ინტერპრეტირება. აუცილებლად მოყვება ხალხო იციან, ნუ? არა უშავს, მე დავაკონკრეტებ და რაც ის მოაყოლონ იმათმა. ადამიანები, ნახეთ, როცა ორი ადამიანი ვდგევართ და ერთ პოზიციას ვაჟღერებთ და ვხედავ რომ აშავებს. მე ვალდებულება მაქვს რომ ვუთხრა, იცი რა აშავებ. არც ერთი მათგანი არ მოუწოდებს აქციაზე მდგომ ადამიანებს, რომ დიალოგი მაინც გამართონ ნორმალური. ადამიანები ესხმიან თავს, აბულინგებენ მოწინააღმდეგე, ესენი იბრძვიან თავისუფალი სიტყვისთვის შემომაკა და არ აძლევენ საშუალებას რომ თავისუფალი აზრი გამოთქვას სხვა. ვერ დაიჯერეს ადამიანებმა, რომ საქართველოს უმრავლესობამ აირჩია ეს მთავრობა. მოგწონს, არ მოგწონს, სხვა ამბავია, მაკა. ნახეთ, არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ იყო, მაგრამ ბატონო? ირაჭელიძე. ერთი სწორი რამ თქვა. არ არსებობს საქართველოში ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც დღეს წარმოდგენილია, ესენი არიან ვირთხების კრებული. აგენტები. ესენი არიან ქვეყნის მტრები. ესენი არიან პირდაპირ მოწოდებით, რომ რამენაირად საქართველო საბოლოოდ დასრულდეს. ამათი მიზანია სამოქალაქო დაპირისპირება, რომ იციან სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ საქართველოს მომავალი აღარ გააჩნია. ესენი ამაზე იბრძვიან, მაგრამ ესენი მიიღებენ ტყუპს, ოღონდ წიხლს. იმიტომ რომ ეს პოლიტიკურს, რა თქმა უნდა, და არ ეგონოს ვინმეს რომ ძალადობის მომხრეა, ძალადობის წინააღმდეგ მე რო ვარ, ეგეთი უნდა. 14 დღე ყოველი სმენა რომ იცლებოდა იქ ეგრეთ წოდებულ დროებით იზოლატორში და ყოველ დილით 14 დღის განმავლობაში რომ წიხლი მხვდებოდა მუცელში დამპალი მუცლით რომ გამოვედი აი იმდენი გაფიცვა რომ დაეწერა ამათ რამდენი უბრალოდ იმდენი ლარი რომ დაედოთ რამდენი გაფიცვა დაწერეთ მე ჯანმრთელი ვიქნებოდი თუნდაც კაცილებით და მეუბნებიან ესენი რომ მაშინ ხომ აგინებდი შენ პოლიციას არა არ ვაგინებდი პოლიციას პოლიცია უბრალოდ მესხმოდა თავს და გავრბოდი 26 მაისს რა გააკეთეს უბრალოდ შედარება შეიძლება დღევანდელი პოლიციის და მაშინდელი პოლიციის უბრალოდ მითხრას ვინმე. ნუ მითხრას ვინმე შეიძლება აფურთხებს სახეში. ესვრი პიროტექნიკას და კიდე პრეტენზია აქვს რატომ დაგარტყეს. არა მომწონს რომ დაარტყეს. საშინელება, ცუდია, არ შეიძლება. ყოველთვის უნდა ვგმობდეთ ძალადობას, მაგრამ ბოდიში მაპატიე. ხომ ყველას გვაქვს რაღაც თმენის ზღვარი. ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიმეორებ, არანაირი ძალადობის მოწინდის მომხრე არა ვარ. ნახეთ, მაკა კიდევ. მე ამ პოზიციაზე ვარ და მე ასე მჯერა. თქვენ ხართ სხვა პოზიციაზე. მოდი ვისაუბროთ არგუმენტებით, იქნებ ჯობნით, იქნებ გადმოვდივართ თქვენ პოზიციაზე. ბაცო თან მეუნები გაიფიცეთ და თან მაფურთხებთ. არა, ანრი, ნახეთ, შესაძლებელია არც გადმოვიდეთ თქვენს პოზიციაზე და ვერც თქვენ გადმოხვიდეთ ჩემს პოზიციაზე თუ სხვის პოზიციაზე, ამას არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს, მაგრამ რამდენად მართებული არის ერთი კომუნიკაციის ის ფორმები, რა ფორმებიც არსებობს ზოგადად დღეს სამწუხაროდ საზოგადოებაში და მეორე, განსხვავებული პოზიციების არსებობა, ნიკა, თქვენც რომ ჩაერთოთ, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავკარგოთ სახე, ხო? უნდა დავკარგოთ სახე, უნდა ვიკადროთ
გადაადრეებელი და გადავლახოთ წითელი ხაზები. ანუ სად გადის ზოგადად აი ეს ზღვარი და რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც საზოგადოების პასუხისმგებლობაზე არის საუბარი და დღესდღეობით აი ეს ზღვარი მოხსნილია თუ არა? ამის შესახებ ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ ხოლმე, რომ წითელი ხაზები რაც არსებობს ადამიანთა შორის ესე დაუწერელი კანონები, სამწუხაროდ ეს წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. არა ჩვენგან, არა ჩვენის მხრიდან, არამედ უმეტეს შემთხვევაში მათი მხრიდან არის ეს. რასაკვირველია ეს ზოგადი სიტყვა, რომ მათი და ჩვენი უკვე ტრაგედიაა, ძალიან ტრაგედია თან დიდი ტრაგედია, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ისე აი ამ სიტყვას დაუბრუნდები, რომ მათი გაყოფილია ეს. ნამდვილად არ გამიყვია, ჩემთვის ისეთივე საყვარელი ადამიანები არიან იქ მდგომები, როგორებიც აქ მდგომი ადამიანები. ნამდვილად. ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეხლა რაც შეიძლება მეტი მოთმინება უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტი მოთმინებით დაველოდოთ შედეგებს. რა შედეგები მოყვება დღევანდელ დღეს. იცით რა არის, ანრიმ სწორი თქვა, რომ ძალიან რთულია მოთმინება, ესე ფიალა, როდესაც აივსება, რომ შენ თვითონ შეიკავო თავი, მაგრამ როდესაც ხარ საჯარო მოხელე, როდესაც შენ რაღაც ქვეყნისთვის რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლება გაგაჩნია, მაინც მგონია, რომ შენ ჩემზე მეტად თავშეკავებული უნდა იყო, რადგან შენს თითო უქმედებას მოყვება შემდეგ 10 ჯერ უფრო მეტი ესეთი ბუმერანგის სტილის მოქმედება. ეს უკვე ნახე ის რომ აშავებ მეც ვშავდები ამით რა, ანუ ეგეთი ვარიანტია. გამორიცხულია შენ როდესაც ჩემი ერთ გუნდში ვართ, შენ რომ მე გენდობი, შენ არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რომ მე ჩემი მეგობრებისგან ან ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მიპირისპირდებიან, მათგან მომხვდეს ის სიტყვები, რაც რის ღირსიც არ ვარ, მაგრამ ნუ სიტუაცია მოიტანა ასე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოთ ისე, როგორც პასუხობენ ისინი. თავისთავად. თუ ჩაფურთხებას მოინდომებენ, არ ვიცი, ეს აკლემების აკლემის ის არის ეთყობა რაღაც ოჯახის წევრთა კასტა რა. უნდა შევახსენო, აი ეს ვალეტად ქცეული პეტრე კოლხი. აი ვალეტად ქცეული პეტრე კოლხი. არა, უკაცრავად უნდა ვთქვა. კორექტულად. არა, ვალეტი რა არა კორექტულია. არ ვიცი რომელ კამერაში უნდა უთხრა მაგ ადამიანს. თქვენ პატივცემულო გცხვენოდეთ ოდესმე რომ გიქადაგიათ ეკლესიაში. ხო. იმიტომ რომ თქვენ ალბათ თავიდანვე შეგდებული იყავით იქ და ეხლა გდიხართ იქ სადაც უნდა ეგდო. ანრი, ძალიან გთხოვთ. ეს უნდა მეთქვა ბოდი შევწინო. ხო, ზრდელი. ნახე რაც დაწერა მე ვიცი შენ რაზეც არ ვიცი რაზე გაქვთ რეაქცია და რა. მე მოქალაქე ვარ, ჩემი პოზიცია, მე თქვენი მოწოდება გასაგებია, თქვენი მოწოდება გასაგებია, მადლობა ამისთვის, მაგრამ უნდა იცოდეს იმან ვისი ღირსია. ხო, არ შეიძლება მაინც მე არ ვარ იმის მომხრე რომ ხელი შევუწყოთ მით უფრო ამ სტუდიიდან. ხო, ამაზე ვლაპარაკობ. სიძულვილის გაღვივებაზე და დაპირისპირების გასაღები მის თავხედობაზე, უზრდელობაზე. არ ვიცი კონკრეტულად რაზე საუბრობთ და ამის განმარტინებით და მაყურებელიც მიხვდება. გასაგებია, თუმცა ნუ გამოიყენებთ თქვა დამატებით. ხო, აი ამ აქციის ესე ვთქვათ დამგეგმავები რა, ანუ ამ ჩაფურთხების აქციის დამგეგმავები, ხო, აი ესე დასხდნენ, ხო? ერთი 10 კაცი, 15 კაცი და ერთ-ერთმა თქვა რა, რომ მოდი ეს მოვიფიქროთ რა და ხო მოიწონეს რა, ანუ რომ გამოიტანეს საჯაროდ ეს ყველაფერი საზოგადოება მიგ ვინ შეკრებილები არის მოიწონეს ეს რომ აკაი აქციაა, მიდი აბა ჩავაფურთხოთ. მიდი აბა შენ დაწერ, საბოლოოდ რას მივიღებთ თუ საბოლოოდ ჯამში ქართული ოცნების მომხრე ჩაუფურთხებს ვიღაცას არავითარ შემთხვევაში ამის გააზრებაც კოშმარია. ანუ და საბოლოოდ მივდივარ როგორი მტერი, ანუ მტერი ზოგადად არ ვიცი, ვინ უნდა იყოს რომ მსგავსი რამ გავაკეთო, ანუ გააზრებაც კოშმარია. შენ რა ფეტიში გაქვს ეგეთი რომ გინდა რომ ანუ ვერ ხვდები. აი ნახე ამით დამგეგმავებზე ვამბობ რა. პერფორმანსი, აი სწორედ მაიმედი და საოკუპაციო ხაზთან რა პერფორმანსი შემოგთავაზეს რამოდენიმე წლის წინ. ზუსტად ეგრემიდის მათი ცხოვრება. ეგრემიდის კი ზუსტად მათი დაგეგმილია ეს ჩაფურთხების აქციას. ზუსტად, იცი შევიზეც არის და რა საზოგადოებაც არის, რაც გააკეთეს. ხო, მათი ეკმედება ის წასვლა იქ და უილიამ ვოლასობის თუ რა ვიცი, რა მოიგონეს შეტრიალება და ის უბედურება რაც გააკეთეს ოკუპანტების წინაშე იმის გაკეთება და ეგ პატრიოტობა რო გონია, აღარ უნდა გიკვირდეს მათგან ფურთხიც რომ პატრიოტულია. ნახეთ, მაინტერესებს ასევე თქვენი პოზიცია, როგორც საზოგადოების წევრების და წარმომადგენლების. ანრი, რამდენად არის თანხვედრაში ერთის მხრივ
აქციის მონაწილეების პოზიცია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ ოპოზიციის აქტივობა ერთგვარად თითქოს დისტანცირებული არის პროცესებისგან, ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქციებისგან, ისინი ცდილობენ რომ სადავეები ხელში არ აიღონ, არ გამოვიდნენ სცენაზე, მაქსიმალურად მოშორდნენ სცენას და არ გააკეთონ მკვეთრი განცხადებები, აორგანიზებენ ეს როგორ ჩანს თქვენი მხრიდან სწორედ ეს მაინტერესებს და როდესაც ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ნაწილი ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებთ მათ შორის გამოსვლები და კომენტარებიდან ჩანს რომ მემიჯნება ოპოზიციას და ხმას არ გეგმავენ თუნდაც ხვალს დაინიშნოს ახალი არჩევნები რომ ხმა მისცენ ოპოზიციას ამის მიუხედავად ერთგვარად მონაწილეობენ თავისთავად აი ამ პროცესში ადრე თუ გვიან ოპოზიციას მოუწევს სადავეების ხელში აღება. მოწონთ ეს მათ თუ არა, მაგრამ დღეს რა არის მათი გარიდების მიზეზი? მაგრამ ჩემო კარგო, პირველ რიგში ითხოვენ არჩევნებს, არჩევნები დანიშნულია. თვითმმართველობის არჩევნები მოიგონ, აბა მოიგონ, ხომაგრები არიან. მოგვიგონ ეს არჩევნები და მე რა ვნახოთ დანარჩენი, ეს ერთი. ანუ არჩევნებზე პასუხი მიიღეს. მეორე. მე მაინტერესებს იმ საზოგადოების აზრი, ვინც იქ დგას. იმათმა ხმების მისცეს. ფაქტია ქართულ ოცნებას არა, ხო? თავისთავად. ალბათ. სავარაუდოდ. კაი, თუ მისცა ალბათ 2%-მა, 3%-მა, იმიტომ რომ იქ ვიცნობთ უმეტესობას ჩვენ. რა არჩევნებს ითხოვენ? აი სახალხო დამცველის ხმათაშორის საუბრობდა ამ თემაზე. აი მაინტერესებს უბრალოდ. აგერ თქვენ მოწვეული სტუმარი სხვათაშორის იმ პოზიციაზე ყოფი გვარამიას ლანძღავდა და გაცვერთ 15 წუთი. უსმენდი კი ნახამ გავგიჟდი მე კოცი მეგონა თავიდან ბოლომდე ხალი. ისეთი მივაპარაკა. მე უბრალოდ მაინტერესებს ვინ გააყალბა ხალხმა არჩევნები. მთელი მე პირადად თბილისიდან ჩავედი ბათუმში შემოვხაზე ჩემი არჩეული პარტია და წამოვედი უკან. არავის არც ავტომატი მოუდია ჩემთვის სხვათაშორის მათი თქმით რუსი და მონარო ვარ. არც პირადობა მოუთხოვია ჩემთვის. არც ავტომატი დაუდია, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. პირადობა მოუთხოვეთ რას? აი ხო ამბობენ რომ პირადები ჩამოართვესო 100,000 ადამიანის პირადობა ჩამოართვესო და რაღაც რა ქნისო მაგითო? და არჩევნის არჩევნებაზე იმედი მაქვს რომ მოგთხოვეს პირადობა და რა თქმა უნდა მომთხოვეს და გატარდა კიდეც და იდეალურად იყო საარჩევნო უბანზე ყველაფერი ეგ არის მთელი უბედურება რომ იქ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები იყვნენ. ყველაზე მაგარი ეგ არის რომ თვითონ მათ თვითონ მიიღენ ამაში მონაწილეობა და მიხვდნენ რომ რაფერი არ გაყალბებულა 25 თქვენს რომ შანსი არ არის ვარ გაყალბებულა და 26-ში გაყალბდა. აი ეს ადამიანები სანამ არ დაფიქრდებიან იმაზე რომ მათ ვისაც ხმას ისინი აძლევენ არიან ქვეყნის მტრები მანამ მათთან დიალოგი წარმოუდგენელია. უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციამ წააგო ეს არჩევნები. თუმცა, მაგალითად იგივე ირაჭელიძე და ზოგადად პოლიტექნოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები იქნა ოპოზიციის მხრიდან წინა საარჩევნო პერიოდში მათ შორის დაშვებული და ეს შეცდომები მაკა საერთოდ არანაირი ის არის ხო, სხვაგვარ კონფიგურაციას მივიღებდით. საერთოდ არ იყო საარჩევნო კამპანია. მაკა შეცდომა მთლიანად საარჩევნო კამპანია არ იყო. ეგენი ოპოზიციაში რაში უკვე შეცდომაა. ეხლა ძალიან ბევრი არჩევნები გვინახავს ჩვენს ხელში გამოულია, ხო? დაპირებები ხო იყო, ვიღაც იმას გპირდებოდა, ვიღაც ამას გპირდებოდა, ვიღაც ერთი არაფერი არ მოხდა. აი ეს ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, ანუ წინა საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე იყო აგებული იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღეს დაიწყოთ აქციები. ეგ იყო მათი მიზანი, ამისთვის ემზადებოდნენ, ამისთვის კონფერენციები პროგრამები ქონდათ ეს. პროგრამები, ნუ არაფერი არ უთქვამთ, ეხლა შეხვედრებზეც კი არ დადიოდნენ რა ესე. აი ხო ხედავ, ჩემამდე არ მოსულა, ბევრ ჩემნაირთან არ მოსულა. რატო არ მოვიდა ჩემამდე ეგ პროგრამა? ხო უნდა გამაგებინო, იქნება კაის ამბობ რამეს. რატო არ მაგებინო? ხო დამცველად თქვა, ერთი ფაქტი ვერ წარადგენესო გაყალბებისო, ერთი ფაქტი არ წარდგენილა გაყალბებისო და მე კიდე რაღაც უნდა მეთქვა და გამახსენდა. გადავეჩვიეთ საქართველოს სახელით საუბარს რა. 5% მოსახლეობის არ ახართ საქართველოს. ხო ეს ფაქტია. საქართველოს სახელით ნუ საუბრობთ ხალხო. საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება. საქართველოს არ ახართ თქვენ და ნუ საუბრობთ საქართველოს სახელით. და თუ აირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, გამოგიყოფთ ადგილს, შემოვღობავთ და ყავდეთ თქვენი პრეზიდენტი სალომე და იცხოვრეთ იქ.
არსებული პოლარიზაცია, ხო, საზოგადოებაში ხო, არსებული პოლარიზაცია, მაინც ერთგვარად ასეთი ფიზიკური დაპირისპირება, სამყარო დაპირისპირება საგულისხმობ, მაგრამ სიტყვიერი დაპირისპირებას ვხედავთ ყოველდღიურად მათ შორის სოციალურ ქსელებში. თვეზე მეტია, პირადად ჩემს სივრცეში მე ვებრძვი ადამიანების უზრდელობას. აი წარმოუდგენელ ბულინგს, რომელიც მე აი არც კი მაღელვებს, მაგრამ მე არ მაღელვებს. როგორ არ გაღელვებს? მაღელვებს რა ისე მე არ მაღელვებს. მე მივეჩვია მე უბრალოდ მაღელვებს დედაჩემი. და ისინი არ ითვალისწინებენ, ისინი გმობენ ძალადობას, მაგრამ ძალადობის შენზე. ზოგი დედამის არ ითვალისწინებს და ბებიამის და დედა შემოგორნა. აი მაგა მე თქვენ გეუბნებით რომ შავი რატო გაცვეთ და მე შავი მაცვია. გესმით აბსურდი? აი სადამდე დავიდა ამათი აზროვნება, რომ ისინი მომიწოდებენ რომ მე ვიყო სოლიდარული მათთან მიმართებაში ძალადობას აი ესე დავგმობ კიდეც, მაგრამ თუ ძალადობენ ის ლელოს იგინებიან, იფურთხებიან, ადამიანის ფორმას კარგავენ, რაღაცას ემგონებიან და ვერ ხსნი რას. მაგრამ მათთან დიალოგი წარმოუდგენელია. დღეს ლელოს გეგენავა ხო ის ბიჭია ტოპ-ტვინი ხო დღეს ტოპ-ტვინების მასტერი რა, იმან დღეს ძალიან მაგარი რაღაც თქვა. რა თქვა ბა? აი ჯო ვილსონს პირადად შევხვდიო და გადავეციო ჯერ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს. ქართველი ხალხის დიდი მოკითხო, წაიკითხავდი ალბათ ხო მის იმას. თქვენ არ მოგწონთ ზოგადად როგორ ჩანს მათ შორის ანრესაც, როდესაც საუბრობენ თუნდაც იგივე საზოგადოების ნაწილი იქნება საზოგადოების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები. საქართველოს სახელით ხარო ალბათ ამას დიახ არ მოგწონს კი არა, დაუშვები როგორ შეიძლება რომ გაღმერთებთ ვის ვაღმერთებთ ანუ ჯო ვილსონს ვაღმერთებთ ჩვენ ქართველები ანუ იქ აქციის არც ერთი დარწმუნებული ვარ იქ ყველაზე ისეთი რადიკალი რო არის ისიც არ აღმერთებს ანუ რას მაგას როგორ ბედაო ჯერ რომ უთხრა ვინ ხარ საერთოდ ანუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ერთი აგური მაინც დაგიდგავს რომ მსგავსი სიტყვით მიხვიდე და ქართველი ხალხის სახელით შენ უთხარი რომ შენ აღმერთებ უთხარი რა რომ მე გაღმერთებ, ჩემი ბრძანებლები გაღმერთებენ, ჩემი მეგობრები გაღმერთებენ, მაგრამ ქვეყანა ჯო ვილსონი ხვალზე ვინ არის საერთოდ არ გვემახსოვრება, საერთოდ. ნიკა ბოდიში იმას არ ვიცი. გაფიცვას მინდა. გაფიცვას მინდა შევეხო მინდა. გაფიცვა არის ბიზნესის გაფიცვას გულისხმობს. ვიღაცები რო გაიფიცნენ, მათ შორის ჩემი კოლეგები, უბრალოდ მაინტერესებს. რომელი დაწერა იურიდიულად? გაიფიცნენ? გავიფიცე ამბობენ და ვაქციაზე დგანან. კაცო სახელმწიფოს ლანძღავენ, რომლისგანაც ხელფასს იღებენ. თუ გაიფიცე, დამიწერე იურიდიულად, რომ გაიფიცე. იცით რატომ? ჩემ კოლეგებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე მსახიობი ვარ და რა თქმა უნდა სხვა სახავის უნდა მივმართო. კოლეგებო, პატივცემულებო, თქვენი მაყურებელი ყავს და პატივს გცემთ, ნიჭიერები ხართ ძალიან, ამას სრულად გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ მე ჩემი მაყურებელი მყავს, ჩემნაირებს, ხო, რა თქმა უნდა. ჩემნაირებს მაყურებელი ყავთ და თეატრს მუშაობა სჭირდება. ომის დროს არ გაჩერებულა თეატრი და თეატრი სწორედ სცენიდან აპროტესტებდა, თუ კი პროტესტი იყო საჭირო. ქუჩაში მსახიობი არ გადის. არც რეჟისორი. ისინი თეატრში სხედან და ფიქრობენ, როგორ მიაწოდონ საზოგადოებას სიტყვა, რომელიც ასაზრდოებს შემდგომ საქართველოს მომავალს. ეს არის ჩემი აზრი მოკრძალებული მეგობრებო და თუ მაინდა-მაინც თქვენ გინდათ გაფიცვა, დაწერეთ იურიდიული საბუთით ფურცელით გაიფიცეთ და მაშინ დავიჯერებ რომ თქვენ ნამდვილად პროტესტის რაღაც გამყარება გსურთ და ხართ ხელისუფლების წინააღმდეგი, იმიტომ რომ არ შეიძლება ეძახო ვიღაცას არქიფო და არქიფოს ხელიდან გამოწნომილი ხელფასი გემრიელად ჩაგერისხოს და აიღო. იფიცები? გაიფიცე. კარგით, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენები, აი რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთის მხრივ და დეპოლარიზაცია საზოგადოებაში არსებული, აი ეს ზიზღი საუბრობთ ხნის განმავლობაში, აი ამის განეიტრალება როგორ უნდა მოხდეს. და მათ შორის მედიის როლი მოკლედ თქვა, მაგრამ არა მაქვს მაინც დამის ვიჭკვა, მაგრამ ჩემი აზრით გეტყვით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მე ამ ეთერში გავთქვი მაშინ სხვათა შორის როგორც ვიცი პრემიერმა თქვა შევხვდებიო ახალგაზრდებს ხო იყო შეთავაზება სხვადასხვა ჯგუფების მათ შორის ოპოზიციის პირველ რიგში სწორედ ეს საზოგადოება მათში ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი დგას იქ რუსთაველზე ძალიან კარგები და ნიჭიერი ამას გულწრფელი კი არ ხუმრობ გულწრფელად ვამბობ ვიცი რომ არ ხუმრობ მე ბევრთან ერთად სცენაზე ვდგავარ ბევრთან ძალიან მიყვარს იქ ყოფი ადამიანები ამიტომ არასდროს არ გადავდივარ ზღვარს რომ ვიღაცა გავლანწყო მოდი დავსხდეთ, მოდი არგუმენტებით ვისაუბროთ, მოდი მოვისმინოთ,
ერთის, მეორესით, მესამესი, ოღონდ ოპოზიცია ჩახსენით. ოპოზიცია საქართველოს საქმეს არ უკეთებს. ოპოზიცია მხოლოდ აცხავს მტრის წისქვილზე წყალს. ოპოზიციის მიზანია რუსის ტანკი შემოვიდეს აქ, ოპოზიციის მიზანია ჩვენ ვესროლოთ ერთმანეთს. მაგრამ მე სროლის კი არ მეშინია. მე უბრალოდ მეშინია იმის, რომ თლად რომ ეგ მოხდეს ჯვარი გწერია, მე ვერცეც ვერ გესვრით მეგობრებო. და თქვენ დამარწმუნეთ იმაში, რომ ნებისმიერ წამს დამხვიდავთ. აი, ნუ დაემგვანებით ბოლშევიკებს შემოკარგებო. 37 წელსში რო იხსენებთ და სხვაზდებთ ამას იბრალს, თქვენ ხართ სწორედ ადამიანები, ვინები არც დაფიქრდებიან ისე დახვდეთ, აქეთ ყოფხალს, იმიტომ რომ თქვენ დღეს საჭმელში აფურთხებთ და ხვალ ასე დავასრულებ. ხვალ. რა იქნება კაცმა არ იცის. როგორ უნდა მოხდეს განმოხტვა? ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ოპოზიციას არ უჭერენ მხარს, მაგრამ აქციებზე დგანან, ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები. ვინ იღებს? ბოდიში ნიკა მაპატე ერქვა. ვინ იღებს? მაკა მაინტერესებს. მონაწილეობას ვინ იღებს ახალ არჩევნებში? სავარაუდოდ ის ძალები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაემატება სალომე ზურაბიშვილი ალბათ. თუ არ გაერთიადნენ. რომელიც ძლივს მივაჩანჩალეთ და მოვაგებინეთ ამ ქალს არჩევნები. ვის აი ვინ უნდა მიიღოს მაკა მონაწილეობა როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას საერთოდ ვინმე ხმა მისცეს სამარცხვინოა ხალხო სირცხვილია აი დედას გეფიცები გულით მომობს სირცხვილია ეს ადამიანი უბრალოდ ჯერ ტელევიზიით წლების განმავლობაში სიბინძურეს აკეთებდა მანამდე ხო თანამდებობებზე გენპროკურორი იყო თუ ჯანდაბა იყო თუ რა იყო მაგის საკუთარი გვარი მეისპო მოკლედ გეუბნებით ხალხო სანამ ეს ოპოზიცია საერთოდ არ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას. ანუ თქვენც ამ პოლიტიკის მომხრე ხართ უნდა გადაირეცხოს ოპოზიცია წარმოვიდეს ახალი პარტიები. გადაირეცხოს არა როგორც მათ ერთ დროზე გვიწოდეს, უნდა ჩაირეცხონ. ისე როგორ უნდა ჩაირეცხონ, იცით? რომ ყოველ წამში ივსებოდეს აი ეს. ანუ ხომ იწუნებდით იმ პოლიტიკას იმ პერიოდში, როდესაც ჩარეცხვაზე და გადარეცხვაზე იყო საუბარი? ოღონდ მაშინ სამართლოდ გვერეცხავდნენ და ჩვენ ახლა სამართლიანად ვერეცხავთ. ანუ ამ შემთხვევაში ისე აღქმებზე ეს არ ფიქრობთ რომ ამ მომრჩევლის გადასაწყოთი ამ შემთხვევაში და ფაქტია რომ გარკვეული ნაწილი ამ მომრჩევლის მხარს უჭერს. გავიგე, მაგრამ 26 მაისს, 7 ნოემბერს, 6 მაისს, 15 ივნისს და ასე შემდეგ. იგივე გირგულიანი, იგივე ბაზაგაშვილი, აი ეს ხალხი. გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მისცა მათ ხმა. თქვენ მოგწონთ ეს თუ არა დემოკრატიის პრინციპი ხომ ეს არის? გავიგე, დემოკრატიის პრინციპი, მარტო მე რატო ვასრულებ დემოკრატიის პრინციპს ვერ გავიგე. ისინი რატო არ მიყვებიან დემოკრატიას? მე ეს პოზიცია მაქვს, მე ეს არჩევანი მაქვს, მე ავიჩიე ქართული ოცნება. იმათმა წააგეს, რა სიტყვენ ვერ გავიგე, რა უნდათ ვერ გავიგე. აი უბრალოდ ვერ გავიგე რა უნდა. თავარი მესიჯი არის, როდესაც ჩარეცხვას და გადარეცხვაზე არის საუბარი, ოპოზიციასაც მისცა საზოგადოების ნაწილმა ხმა. ამ ფაქტის კონსტატაცია იყო ამ შემთხვევაში. იგივე აზრი ვარ, უნდა ჩაირეცხონ. სხვა შემთხვევაში არ გვეშველება. გასაგებია თქვენი პოზიცია. ნაუ ძალიან რთულია მაკა ამ სიტუაციის დარეგულირებაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რამ არის გაკეთებული უკვე რაც არ უნდა გაკეთებულიყო. მაინც მგონია რომ ყველაფერს კურნალი დრო არის და დრო ყველაფერს თავისთავად გვიჩვენებს. სიტუაცია უნდა შეიცვალოს მსოფლიოში ისე უნდა წავიდეს და წარიმართოს ყველაფერი, რომ მაგალითად დესტაბილიზაციისკენ აღარ წავიდეს ქვეყანაში მდგომარეობა და უფრო საფრთხეს ხედავთ იმის რომ შესაძლებელია თქვენ გარკვეულ დესტაბილიზაციას ხონდეს. ხო, იმიტომ რომ თუ გუშინ და გუშინ წინ რაღაც ცოტაოდენი მორიდება მაინც ქონდა, დღეს ეგ მორიდება არ აქვს. მეგარი უბედური. ხვალზე რა იქნება არ ვიცი რა. მეგარი უბედური. მე თუ ვამბობ რომ მე არ გიპასუხებ, მარტო მე ხო არ ვარ რა, ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც გამწარებულები შეიკავებს. საზოგადოება გამწარებული, სრული სერიოზულად გეუბნები. ის ქუჩაში რაც არის ხო ჩხუბები იყო ის გაფიცულებთან თუ რაღაც იქ ძალიან ცუდი სიტუაცია. ჩხუბი იყო, გონს მოიგონა. ეს ნუ უყურებენ ამას რომ ყველა ადამიანი იქ ვინც დაქირავებულები, ტიტუშკები ის იძახიან, ხალხი გაბრაზებულიც არის. როგორც თქვენ ხართ რადიკალურად განწყობილი, ისი არიან რადიკალები ჩვენთანაც რა. მე თუ ლიბერალი ვარ, ისინი არ არიან ლიბერალები. მე ლიბერალი ვარ, შენც ლიბერალი ხარ. ჩვენი გაგებით რაც არის, იმათთვის სხვა ოღონდ სწორი და არა ნეოლიბერალი. იმათ სხვა კოდები და სხვა მესიჯები აქვთ იქ ჩადებული, რომელიც საერთოდ ფანტასტიკაში გადის და ფანტასმაგორიული არის, მაგრამ ნუ ეს კიდე ცალკე თემა. მაინც მგონია რომ დრო ყველაფრის კურნალია და ძალიან მალე ისე წარიმართება მსოფლიოში პროცესები,
არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც ალბათ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ გაახარებს. მე ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ, ხა რა თქმა უნდა, რა მოლოდინი მაქვს და რა ის არის, ამას ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც მოლოდინები ყველას გვაქვს, ხო? არა, ეს ჩვენ ყველაფერი კარგად იქნება, რასაკვირველია, დიდი გზა. მნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ქართველებს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს გეოპოლიტიკურად. ჩვენ დაფიქრება გვმართებს. ჩვენ დაფიქრება გვმართებს. მე უბრალოდ მართლა თხოვნით მინდა ყველას მივმართო. ჩრდილოეთში რო ესეთი ამბავია, დასავლეთში რო ესეთი ამბავია, უკრაინაში რო უბედურება ხდება და შენთან ჯერ ტყვია არ გავარდნილა და ღმერთმაც გააგდოს. დაფიქრება გვმართებს. ჩვენ ამ წუთას ერთმანეთის ზიზღი კი არა. ჩვენ უბრალოდ რომც არ გვიყვარდეს ერთმანეთს მიყვარხარს უნდა ვეძახდეთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვართ ერი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ხო, ერთიანობით რა. ძალიან მალე. ერთი აზრით. ძალიან მალე. თუ ცალ-ცალკე აზრი გვექნება და თუ მე სხვა აგურს დავდებ და შენ სხვა აგურს დადებ, ეს სახს ვერ ავაშენებთ გამო. არა უშავს ისტორია და გადააფასებს ყველაფერს. ეს ისტორია გადააფასებს, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთი საქმე. ერთი მიზნისკენ უნდა წავიდეთ და ეს მიზანი უნდა იყოს კარგი ბატონო ბოლოს შეკითხვა და დაგემშვიდობებით არის გარკვეული საკითხები რაზეც შესაძლებელია რომ მოხდეს საზოგადოებაში შეთანხმება ხო თუნდაც იგივე სუვერენიტეტთან მიმართებაში ზოგადად სახელმწიფოსთან მიმართებაში სხვადასხვა დამოკიდებულების შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება აი უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ თქვენი ხედვები როგორი არის რა შეიძლება აღმოჩნდეს ის ფუნდამენტური საკითხები რაზეც შესაძლებელი არის სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანებს შორის შედგეს შეთანხმება დიალოგი. ადამიანური დიალოგი. დიალოგის შედეგად რაზე? დიალოგიო. ოღონდ ის დიალოგიო არა. დიალოგი. საუბარი. მოსმენა, პირველ რიგში მოსმენა. მერე აზრის გაგება, მერე პასუხი, არგუმენტი. ეს ასია. ეს ასია? ეს ასია. მაშინ ეს ასია. თავარი რა არის? ორივე მხარე საქართველოს მომავალს ვიმსახურებით? მაშინ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. ხო, ვიღაცები ევროპას უნდა ემსახურო პირდაპირ ეუბნები. ნახე მაკა. ხლად რომ მინდოდეს არ მინდა გასვლა ნამდვილად. სხვა პოზიციაზე ვარ და იმიტომ. ხლად რომ მინდოდეს. ისეთ სახეებს ხედავ იქ არ გავალ. საკუთარ პრინციპს არ ვუღალატებ. ადამიანებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანები დახვრიტეს, ციხეები გადატენეს უდანაშაულო ადამიანებით. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აბადმყოფად გამოცხადა, არ და პატიმარი ქრია. კვდებაო, არ გახსოვს რო გვეუბნებოდი. ეს ჯგუფური როგორ შეიძლება გეკითხები, დღეს ვხედავ ორ კლოუნ, მელიას და შალვა ნათელაშვილს. ერთმანეთს ეს სიყვარულებენ. აი, როგორ შეიძლება ხამ ადამიანების გვერდით დადგენ? აი, ეს ხო ჩემი პრინციპის ღალატია და ადამიანი, რომელიც საკუთარ პრინციპს უღალატებს. აი, გეკითხებით უბრალოდ, როგორ დავიჯერო მე იმის სიტყვის? ხო. მე ვთქვი, მოვკვდები და გამორიცხულია ნაციონალურ მოძრაობასთან, ან მათ მომხრეებთან დავდგე. საერთოდ დავდგე კი არა. არა, მტრობას არ გულისხმობ, რომ ეს დავახჩობ. ყოველთვის ვიქნები მათი პოლიტიკური მტერი. სადაც მათი ნაბიჯი იქნება, იქ იქნება ჩემი ორი ფეხი. აუცილებლად. სანამ ცოცხალი ვარ, ისინი ვერ გაიხარებენ. მე კი არ ვამბობ მარტო ამას. ძალიან ბევრი ამბობს. ძალიან ბევრი. შენ გახსოვს? ეხლა დავამთავრე ვიკა ბოდიში, გამწარებულია ხალხი მაგა. ძალიან გამწარებულია. და უბრალოდ გაიარონ და ნახონ ქუჩებში. რა ხდება? და საერთოდ დღე როგორი სიმშვიდე და ღამე იკრიბებით და ნიკაროში გამაზე მოვარეკო რა მოკლედ ვიტყვი ხო არა თავისთავად ანგლისსაც ვეთახმები ყველაფერში ფუნდამენტური საკითხები რაზეც შესაძლებელი არის შეთანხმება მაგალითად აქციაზე მყოფი მოქალაქეებისა და იმ ადამიანების რომლებიც მათ პოზიციას არიზიარებენ პოლიტიკურად დაპირისპირებული ასე ვთქვათ ხო პოლიტიკური რაც შეეხება პოლიტიკურად ძალიან რთულია რომ ჩვენ რამეზე შევთანხმდეთ ეხლა ერთადერთი შეთანხმება ჩვენი ისაა რომ ქვეყანა გვიყვარს ბევრს იქიდანაც აქედანაც. რასაკვირველია არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც თავიანთი ფიქრების და თავიანთი სურვილების გამო მოქმედებენ, როგორც ჩვენთან, ასევე იქაც, მაგრამ უმეტესობა არის ავართ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი სამშობლო. ეს არის ერთადერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც აუცილებლად მოახდენს ჩვენს შერიგებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე ამ ადამიანებს, აი ჩვენ წეგა მინდოდა მეთქვა, ხო?
მე ძალიან კარგად მახსოვს გვარამია, როდესაც გვეუბნებოდა თუ ვინ იყვნენ რუსის აგენტები 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. სახელი და გვარების ჩამოთვლილი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ და ეს ხალხი დაიჭირეს და რას ქვიაო არ გჯერათო ჩვენიო. ანუ იმდენად გვიმტკიცებდნენ, ხო? მტკიცებით ფორმაში იყვნენ, ხალხი დაიჭირეს. იმ ადამიანების 80-90% დღეს მათ გვერდზე დგას. მე საქმეები გვახსოვს. გვერდზე დგას. ანუ დღეს უკვე იძახია რომ კარგები არიანო, ანუ რა გამოდის 10-15 წლის მერე შეიძლება გვარამიამ თქვას რომ ვწდებოდიო? ხო უთქვამს აქამდე, ესე იგი შეიძლება რომ კიდე იგივე გააკეთოს და იგივენაირად რომ მაუქნაო, მაპატიოთო, შევწდიო. კი არ შეცდა, ზუსტად იცოდა რომ არც ისინი იყვნენ რუსის აგენტები. შეიძლება იყვნენ კიდევაც. მოკლედ, ყველაფერი ისი არის არეული მაგაჩი. სანამ ის ადამიანები, რომლებიც აი როგორც ჩვენ თქვი, როგორც დაახასიათეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ეგრეთ წოდებული, ხო? სანამ ისინი დგანან იქ და ვითომ კულისებიდან ესე იყურებიან და არ მართავთო ჩვენ დამასობაში ნაციონალური მოძრაობის და გვარამია მელიას ახალგაზრდული პარტიის წევრები იქ ახალგაზრდები და ერთად დგანან და რუპორი ხელში უჭირავდა პირველ ხაზთან პოლიციელს რო აგინებენ და ესვიან და ამინც ანუ ეხლა ვის აჯერებენ ეგენი რომ რომ გონიათ რომ არ ვიცით ჩვენ ვინ არის თომ არ ვიცი ყველა კარგად ვიცით და ყველა კარგად მახსოვს ვინ იყო იქ ამიტომ ჩემი აზრით მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ის რომ ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს და ამით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისე მაგუდმა გაყალბებაზე არ უნდა ისაუბროს, გახსოვს ალბათ გაჩიჩილაძის არჩევნები. როგორ არ მახსოვს? მათმა როგორ უნდა ისაუბროს გაყალბებაზე, მაგათმა როგორ უნდა ისაუბროს. გაყალბეს მაშინ. ისტორიაა უკვე და წარსულია, როდესაც ნუ გაყალბება ისიყო მაკა. ის იყო ხალხის მოტყუება. მადლობა თქვენ. მადლობა ნიკოლოზ გაბელია, საზოგადოებას. ანრი ბიბინეიშვილი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში, მსახიობები იყვნენ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები, მე გემშვიდობებით ზუსტად ორშაბათამდე დროებით.